ყოველ წელს ამ გზას უამრავი მომლოცველი მიუყვება. მომლოცველთა სიმრავლე განსაკუთრებით აღდგომის შემდეგ ხუჩაბაც. წყინვალე შვიდეულშია, როცა დღესასწაული წაჩხურობა აღინიშნება. ამ დღეს ტაძარში მოსალოცად უფრო მეტად შვილოსნობის მთხოვნელი და თხოვნის შესრულების გამო მადლობელი ადამიანები მოდიან. ვილოცავთ წაჩხურობის დღესასწაულს. დღეს თლიანად ერი უბრუნდება ძირძველ ტრადიციებს, რომელსაც უკვე საუკუნეების განმავლობაში აღნიშნავდნენ ადგილობრივები და ნელ-ნელა მას მიემატა მთლიანად საქართველო. ჩვენ დღევანდელ ისტორიას თუ გადავხედავთ, გვაქვს ესეთი ცნობები, რომ მრავალუშვილოდ მიემატლათ შვილი. თხოვნის მიხედვით უფალი ისმენდა ყოველწლიურად მათსაც და წლიდან წლამდე მათ მიემატლათ, ესე ვთქვათ, შვილიერები. მე აქაური მცხოვრები ვარ, აქ ვცხოვრობ წაჩხუროში. დღეს ამოვედი, მე ამოვიყვანე სამადლობელი აკვანი. ანუ წინათ ვიყავი მოსული ვთხოვე, შევთხოვე აქ პატარა ანგელოზი და მაჩუკა პატარა დავითი. 17 წელი არ მყავდა შვილი და 2 წლის წინ ცოტა ამ დღეს ამოვედით, აქ მოვილოცეთ და შემდეგ აი ღვთისწყალობით ყავს ახლა 3 თვის კეთევანი. ძალიან ამაღელვებელი შთაბეჭდილება ის რომ ამდენი წლის მერე ხტები დედა. სასწაულია ნამდვილად და დიდება უფალს ამისთვის მადლობელი ვარ. 9 წელიწადი არ მყავდა შვილი და თხოვე უფალს თავარანგელოზებს და სადაც არ დავდიოდი ხან სამკურნალოდ ხან მე მივანებეთ ყველაფერს თავი და ვიფიქრეთ რომ იქნებ შვილი აგვიყვანეთ ხო და მე გვირჩიეს რომ წაჩხურას თავარანგელოზებს თხოვეთო და ყველაფერი კარგად იქნება და ჩემი მამა ჩემი მშობლებით ამოვედით. ანამდე ჩემ დასარყავდა კიდე შვილი და რო თხოვეს მშობლებმა მე კიდე მაინც ამას სხვანაირად უყურებს ადამიანი მე ცოტა მითები და რაღაც ისეთი რამე გონია და ამოდგა ისე რომ ჩემ და 7 წელი აღავ შეიძლება პირველი გოგო მართა ჩვენს წინაპრებს ტაძარი ხირზენის კალთაზე მთავარანგელოზთა სახელზე აუგიათ, რომელიც მარტვილის რაიონში, სოფელ სალხინოში მდებარეობს. გადმოცემის თანახმად სამეგრელოდან სვანეთისაკენ მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილზე გამოუვლია და ჯვარი აღუმართავს. ტაძარი მოგვიანებით აუგიათ, თუმცა ჩვენამდე მე-18 საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის ეკლესია მოაღწია. წაჩხურას ტაძარში წირვა-ლოცვა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღარ აღევლინებოდა, ღვთისმსახურება 90-იან წლებში აღდგა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევით დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს. მე-18 საუკუნიდან ხალხი ყოველდღიურად უკვე ამოდიოდა. ჩვენ გვაქვს გაზეთი ვერიაში ცნობა, ილია ჭავჭავაძე გაზეთში იწერებოდა, რომ ადამიანები ხშირად ადიან წაჩხურაზე და ითხოვენ შვილთა. რაითა უფალმა მისმადლოს მათ წყალობა და სულნი მათნი იხარებდნენ. აი ეს ჯერ კიდევ გაზეთი ივერიის ფურცლებში აღიბეჭდა. ანუ აქედან ჩანს რომ საქართველოს არათუ დღეს და გუშინ 10-ული წლების და 100-ული წლების წინ აღნიშნავდა ამ ტრადიციას. მომლოცველებს თან ლამაზად მორთული აკვნები მოაქვთ იმიზნით რომ თუ უფალი მათ შვილსაჩუქებს ქრისტეს სიყვარულით აღზრდიან. თქმა უნდა აკვანი არ არის საეკლესიო ინვენტარი, მაგრამ ჩვენ უამრავი ინვენტარი ვიცით ისეთი, რომელიც გაეკლესიურდა, ასე ვთქვათ, ერთადერთი ძღვენი, რაც შვილიერებისთვის სჭირდებათ ადამიანებს, ესა აკვანი. ანუ სადაც უნდა დაირწეს მომავალი, ესე ვთქვათ, დაბადებული შვილი და ღმერთს მიართმევენ ყველას, ესე ვთქვათ, უმთავრეს ძღვენს, რაც შეიძლება მათ შემდგომში ღვთის მიერ წყალობით შვილიერების, ესე ვთქვათ, წინასახე და ესე ვთქვათ, წინდი იყოს. წელს მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევით სალხინოდან წაჩხურამდე ფეხით მსვლელობა მოეწყო, მრევლს წინ მთავარანგელოზთა ხატი მიუძღვოდა. გალობითა და ღვთისსიყვარულით მომლოცველთ აკვნებთან ერთად რწმენა, სიხარული და იმედი მიჰქონდათ, რომ უფალი მათზე შვილიერების მადლს მოიღებს და მომავალ წელს ამ გზას აკვნის ნაცვლად შვილთან ერთად გაივლიან. ყოველწლიურად თვითონ მეუფე მრევლთან ერთად დილიშვიცაძე სალხინოდან დაიძურება ლოცვით, ქრისტეს აღდგომის ტროპრის თქმით და მოდის ტაძრამდე და აი ტაძარში ჩვეულებრივ შემდგომ სრულდება მსახურება წირვის სახით. უშვილოებს აძლევენ კურთხევას, რომ ეზიარონ და ზიარების მადლით, უფლის მიღებით, ასე ვთქვათ, მიიღონ ყველაზე დიდი ნეტარება, რაც არის შვილიერება. 10 წელია ველოდებით შვილს და ჩვენმა მეგობარმა გვიანბო იყო თვითონ და უფლის შეწევნით პირველად როცა მოილოცა შეეძინა შვილი.
ჩვენ პირველად ვართ ახლა კიდევ მეგობარი და თავის მეუღლე გვახლავს. რაც გვაქვს ღვთის იმედი. ჩვენ გურიიდან ვართ ჩამოსულები და ძალიან დიდი იმედი გვაქვს დღევანდელი დღის ღვთის მთავარანგელოზების და გვჯერა იმის, რომ მომავალში ჩვენს დიდ სიხარულს მივიღებ პირადად მე. და დანიშნულოვანი დღეა ყველას და ეს არის იმედის დღესასწაული. წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა პეტრემ მრევლით დალოცა. დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ერთ შვილთა სიმრავლე უსურვა. ჩვენთვის ბედნიერებაა, რომ აღდგომის ზეიმის გაგრძელებაა ჩვენთვის დღესასწაული წაჩხურობისა, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა საოცარი ღვთის გაცხადებით აღდგომის შემდეგ ხუჩაბაც, წყინვალე შვიდეულის ხუჩაბაც დააწესეს. ჩვენ არ ვიცით ამოუხსნელია ეს ფენომენი ჩვენთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან დიდი ზეიმი იყო მთელი სოფლისთვის. აი მიცვალებულსაც კი არა საფლავებე, არა თუ წაჩხურობას, არამედ საერთოდ ხუთშაბათი, როგორც კვირა, ისე ღვთისდღე. ამდენი ადამიანის აქ ამოსვლა, რომ წაჩხურობის დღესასწაული ამდენ ადამიანს იზიდავს აქ, ამდენი მადლი, ამდენი სიხარული, ამდენი მლოცველი და ამდენი მადლიერი ადამიანი მოგეხსენებათ. აქ ორი კატეგორია ძირითადად ადამიანების. ერთი, რომლებიც მოდიან სათხოვნელად და მეორე, რომელიც არიან მადლიერიან, მადლობის შესაწირად მოდიან. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი სათხოვარი ეს არის სათხოვარი შვილიერებისა. შვილიერების მთხოვნელი ოჯახებისა, რა თქმა უნდა, ამაზე დიდი სიკეთე ერისთვის არ არსებობს, ვიდრე ახალი ცხოვრება, ახალი სიცოცხლე, გამრავლება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ძიმე ცოდვის ქვეშ არის ერი და რამდენი ადამიანი, რამდენი მუცლად მოწყვეტილი ბავშვი, რომელიც რა თქმა უნდა, ყველაზე უსასტიკესი მკვლელობაა. არ არსებობს ის უკვე ჩასახული ადამიანი არის პიროვნება, ცოცხალი არსება და ხელის აღება აი ამ პიროვნებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის მკვლელობა. ყველაზე ძიმე და საშინელი, რომლისაგანაც გვიხსნას ჩვენ უფალმა და რომლისთვისაც გონება გაუნათდეს ქართველ ერს, რომ ეს ცოდვა არ ჩავიდინოთ, რომ ამ ცოდვის ქვეშ არ იყოს ქართველი ადამიანი. ღმერთმა დაგლოცოთ, წყალობა, მადლი გაგაყოლოთ, აი როცა მოვდიოდი და ეს ბედნიერი სახეები გვხვდებოდა, აი გამახსენდა ესეთი ტრადიცია, მე მოგეხსენებათ. თქვენი მონამორჩილი მოღვაწეობდი ასევე ყაზბეგში, სტეფანწმინდაში, გერგეტის სამებაზე დღესასწაულია ღვთისმშობლის მიძინებას, გერგეტობას აღნიშნავენ და ესეთი ტრადიცია აქ მოხევებს ძალიან საინტერესო. ყოველი შემხდური ერთმანეთს ეუნება წყალობა და ის პასუხობს, თქვენიც მწყალობელი, აი მე მინდა გთხოვოთ აქედან რომ გახვალთ, ყველა ვინც შეგხვდებათ, უთხარით ღმერთმა გაგატონოთ წყალობა და ან უპასუხეთ, რომ ესე იგი თქვენიც მწყალობელი, რომ ერთმანეთს წყალობა, სიხარული უსურვოთ. ისმინე ჩვენი მოწყალეო და ყოვლად ძლიერო ღმერთო და წმინდანო მთავარანგელოზნო წაჩხურისანო, რაითა ვედრებისამებრ ჩვენისა მოგვეცეს მადლი შენი. ღმერთმა გაგატანოთ წაჩხუროს წყალობა. წაჩხურა თქვენი მწყალობელი.